ჯაშუშები, გავლენის აგენტები და სასარგებლო იდიოტები. რა აქვთ მათ საერთო? ამ თემაზე საუბარს საერთოდ არ ვაპირებდი, ვინაიდან მე არ ვარ პროფესიონალი, მაგრამ ვიღაცამ უნდა ილაპარაკოს, ვინაიდან წაგვლეკა უკვე ტენდენციურმა ინფორმაციამ, როგორც ინტერნეტ სივრცეში, ისე ტელევიზიაში და უბრალოდ ქუჩაშიც კი. ჯაშუშების აღმოჩენა საკმაოდ რთული თემა, ვინაიდან მათ აქვთ მიღებული საჭირო ცოდნა, ინსტრუქტაჟი, მათ აქვთ კონფიდენციალურობისა და კონსპირაციის უმაღლესი დონე, მათ აქვთ სამიზნე აუდიტორია, მათ აქვთ საჭირო ფინანსები და შეიარაღება, მათ აქვთ საჭირო ნივთები და საჭირო კავშირები. მათი აღმოჩენა საკმაოდ რთულია, შეიძლება გვერდით გედგას. შეიძლება შენი ფარული მხარდამჭერიც იყოს და გაგრძნობინებდეს, რომ ფარული მხარდამჭერია, მაგრამ სინამდვილეში პირიქით მიგითითებდეს ვინმე სხვაზე, რომ თვითონ დარჩეს ჭრილში. მათი საქმიანობა ძირითადად არის ან კონკრეტულ სამიზნე აუდიტორიაზე პირადად მუშაობა, ან აგენტურული ქსელის ჩამოყალიბება, ან გავლენის აგენტების მოძიება, მათი დამუშავება და მათი ამუშავება. გადავედით გავლენის აგენტებზე. მეორე. რა აქვთ მათ ერთმანეთთან საერთო? გავლენის აგენტები არიან ზოგადად ორი კატეგორიის. პირველები არიან კომერციული და მათ ქირაობენ ლობისტური კომპანიები, ან მუშაობენ ლობისტურ კომპანიაში, იღებენ გასამრჯელოს, რომ შექმნა რაიმე პროდუქტი, რომ ჩამოაყალიბონ საზოგადოებრივი აზრი კონკრეტულ პროდუქტზე, ან თავის კონკურენტის საწინააღმდეგო საზოგადოებრივი აზრი შექმნან. ისინი ამაში გასამრჯელოს იღებენ, მაგრამ თუ ჩვენ ავიღებთ როგორც უცხო ქვეყნის აგენტებს და უცხო ქვეყნის წარმომადგენლებს, ხომ? მივიღებთ იმას, რომ ისინი იღებენ კი გასამრჯელოს, შეიძლება გავლენის აგენტი წარსულში იყოს რაიმე დანაშაულში ხილებული, ან ეჭვმიტანილი და ის ამით თავის დანაშაულს ესხიდიდეს. ანუ გარკვეული წილის ინდულგენცია იყოს ეს მისთვის. ან შეიძლება მის ახლობას ჰქონდეს რაიმე დანაშაული ჩადენილი და ის ამით ცდილობდეს, რომ გამოისყიდოს მისი დანაშაული. მაგრამ საქმიანობა არის ზუსტად იგივე, რაც კომერციული შემთხვევაში, რომ შექმნას საზოგადოებრივი აზრი კონკრეტული მიმართულებით. მაგალითად, ჩვენ შემთხვევაში, რომ შექმნას პროირანული საზოგადოებრივი აზრი, მაგრამ დანიშნულება ჯერ არ ვიცით რა არის. ეს შეიძლება იყოს რუსული რაიმე დახმარების გატარებისთვის, რომ ნაკლები ხელი შემშლელი ფაქტორები შეხვდეს საქართველოში. შეიძლება ეს იყოს ლტოლვილთა დიდი ნაკადის შესაძლო შემოდინებისთვის, რომ წინასწარ მოამზადონ მათ ფონი, რომ აი ირანელები შემოვიდნენ და ჩვენ არ შევხვდეთ ძალიან აგრესიულად. უამრავი შეიძლება იყოს მათი საქმიანობის და მიზნების სფერო. უამრავი დეტალი, რომელსაც შეიძლება ახლა ჩვენ ამ წუთას ვერ ვამჯდეთ. მაგრამ მე ყველაზე მეტად მეშინია მესამე კატეგორიის, რომელიც მათთან დამოუკიდებელ კავშირში არის. ესენი არიან სასარგებლო იდიოტები. ვინ არიან სასარგებლო იდიოტები? ხალხი, რომელსაც არანაირი დაინტერესება, ანუ ფინანსური, ეკონომიკური, რაიმე სახის სარგებელი არ გააჩნია კონკრეტულ სახელმწიფოსგან, მაგრამ და თან შეიძლება ის მტრული სახელმწიფო იყოს, მაგრამ ხოტბას ასხავენ ბოლომდე. ეს სასარგებლო იდიოტები უკეთებენ მათ უფასოდ უდიდეს საქმეს. წარმოიდგინეთ, შეიძლება აგენტი ვერ აკეთებდეს იმ საქმეს, რასაც სასარგებლო იდიოტი, როგორც მოხალისე, ისე აკეთებდეს. აკეთებდეს მაგალითად ვამბობ რუსეთის სამხედრო დოქტრინას, მის სამხედრო შესაძლებლობებს, მის ეკონომიკას, მის სარგებელს, მაგალითად პენსია, იცი რა მაღალი პენსია აქვს ბიძი და ასე შემდეგ. ანუ შეიძლება რომ ჩვენს მტრულ სახელმწიფოზე ყველაზე კარგად მუშაობდეს ადამიანი, რომელსაც არანაირი დაინტერესება არ აქვს. არიან ტიპები ასევე არის კატეგორია, რომელსაც მოსწონს კრემლის ზალა. აი აფანატებენ, მაგრამ რატომ ვერავინ ვერ გეტყვით. შეიძლება მისი ბიძაშვილი მოკლა რუსმა კრემლის დავალებით, მაგრამ ის აფანატებს ამაზე. არიან ტიპები, რომლებსაც ახსოვთ 27-მანეთიანი ფრენები, ან გაუგიათ რა მაგარი იყო ეს. აი ესენი არიან სასარგებლო იდიოტები, რომლებიც უნდა გამოვაშკარავოთ და რომლებსაც რაც შეიძლება შეუზღუდოთ ცდომა ხალხზე და საზოგადოების იმ ფენაზე, რომელსაც ჯერ ვერ გაურკვევია ვინ არის მტერი და ვინ არის მოყვარე.